2007 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ 2014 წლის ოლიმპიური თამაშები რუსეთში ჩატარებულიყო, სოჭის ოლიმპიადა წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად გახადა. მერე რა რომამ უკანასკნელთან დაკავშირებით მავანი და მავანი ხუმრობს. ან პოლიტიკოსებს ყოველდღიური დაკავებულობის მიუხედავად, დრომის გასაკრიტიკებლადაც რჩებათ. დიდი ფიქრის შემდეგ ჩვენი სპორტსმენები ზამთრის სპორტის სახეობებში საასპარეზოდ წავიდნენ და მათ მხარს ირინა შეიკიც კი უჭერთ. აბა როგორ გინდათ სტუნებას გაუძლო. პრინციპში სახუმარო მართლაც ბევრია, მაგრამ სანამ სასაცილო ამბებზე გადავალთ, ქართველი სპორტსმენებისთვის გზის დალოცვა უნდა გვავიწყდება. თუ ნებისმიერ სხვა ჩემპიონატზე ჩვენი მოჭიდავეების ბეჭზე შემოგდებული მოწინააღმდეგეების ჩამოვარდნა და ოქრო ვერცხლის მოხვეჭა გვიხარია, რატომ არ შეიძლება ახალგაზრდა ათლეტებს თავის საქმეში წარმატებები ვუსურვოთ. სპორტსმენისთვის არის ყველაზე ისეთი შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას მიღება უნდა, ანუ ოლიმპიადა არის ყველაზე მაღალი დონე, ხო? და მიფიქრია ყოველთვის ფიქრობდი ოლიმპიადაზე, იყო ჩემი ყველაზე მაღალი მიზანი და ჩემი მეგობრები წავიდნენ ოლიმპიადაზე და უსურვებთ წარმატებას. თავად შოთა ნათაძემ აქტიურ სპორტს თავი დაანება, მაგრამ მეგობრების სამზადისში ისიც იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ სულ 17 წლისა, არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. ამბობს, რომ სპორტსმენისთვის გარემოებებს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა ტარდება რუსეთში, ქართულ სპორტსმენზე არ უნდა იმოქმედოს და გავლენა არ უნდა იქონიოს. ამან ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ სად სწავლენ ჩვენი სპორტსმენები ოლიმპიადაზე, თუ სად ჩატარდება ეს ოლიმპიადა, რადგან ჩვენ მათ გულშემატკივრობთ და ძალიან დიდი შანსია, რომ კარგი შედეგებით დაბრუნდნენ ისინი იქიდან. სპორტსმენებს არაფერს ვერ ჭით, ორგანიზება და ორგანიზატორები არ მოგწონს ამბობენ. პრინციპში ვერ შეედავები, როდესაც ინტერნეტში მწვანედ გადაღებულ გამხმარ ბალახს, მინიმალურად შემოსილ ოლიმპიური ცეცხლის მატარებელ გოგონას და კიდევ არაერთ ეპიკურ ფოტოს წააწყდები. გაურკვეველი დანიშნულების ორკაციანმა საპირფარე შემხოს საერთოდ რეკორდი მოხსნა და უნიტაზი ოლიმპიადის სიმბოლოდ აქცია. კულტურული ძეგლის არ იყოს ამ უკანასკნელთან სურათები სტუმრების უმრავლესობამ გადაიღო. Press trigger, me no press people button. Nobody chat come face me with something. Like how me have 22 in a me something. Then I feel so forget the next 1,000 fool. მაგრამ ნურცის დაგვავიწყდება, რომ ოლიმპიადაზე 4 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. სოჭაში რო წახვიდე ეხლა რაღაცაო, მეთქი ნეტა წავიდე, იცი რამ ხელა ფულია, თქო დიდი სიანები წავიდოდი მეთქი ვიმღერებ მეთქი ოლიმპიადაზე გახსნა და ხო მაგრამ კიდია. ფული არის უდიდესი, მივდივარ იმიტომ რომ ვარ ქართველი, თქვენ მაგრად ასწორებს და პახუდო ჩემს საქმეს ვაკეთებ. მე რომ სახიო, მე რო ვდგავარ, მე ყოველ ჩემი ქვეყნის სახე, დროშა, დესპანი თუ რაც აი ვარ. სანამ ვარ და თუ ვაკეთებ, არ გამიფუჭებია და არ ვსაუბრებ რომ თუ ქართველები მიხარ. პირიქით გრუზიენები откуда вы, почему вы такие? ჩვენი მოჭიდავეები რომ მიდიან და იქ ტატამზე რო კლავენ, ნებისმიერ ერის წარმატებას რო ძლიერები ვართ, ხო მაგრამ ეს ხო ვიხარია. ჩვენი სახელით დიდი განსჯა დავის შემდეგ საბოლოოდ ოლიმპიადაზე 3 მოთხილამურე, ნინო ციკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და ერთი მოციგურავე, ელენე გედევანიშვილი გაემგზავრნენ. ოლიმპიადა ოფიციალურად 7 თებერვალს, ადგილობრივი დროით 19 საათზე გაიხსნება. შეჯიბრი კი სტარტს 20 საათსა და 15 წუთზე აიღებს. სტადიონიდან ათლეტებს თვალს 40,000-მდე ადამიანი ადევნებს. ტელევიზიით კი მსოფლიოს მასშტაბით ამ უკანასკნელს 3 მილიარდი მაყურებელი ეყოლება.